საქართველოში 23 საათია. ყოველდღიური აბები ვასიკო ოდიშვილისგან. აი ესე იგი, ახლა რომ ვაკვირდები, ხვდები, საქართველოში შენ თავზე თუ ნერვიულობ, გითეთდება თმები და თუ სხვა ნერვიულობ შენს გამო, გითეთდება ფული. ბიძინა ივანიშვილი უცხოელ სტუმარს ათვალიერებინებს სახლს და ეუბნება, ამ ტელევიზორს ეს DVD თვითონ მოყავო, ამ ჩაიდას ეს ჭიქებიო. უცებ უცხოელი სტუმარი დაინახავს გუბას სანიკიძეს და კახაშარტავას და ბიზინას ეკითხება, ესენი საიდანო და ბიზინა კიდე პასუხობს, ეგენი ნოდარ ჯავახიშვილს მოყვნენ. საღამო მშვიდობისა თქვენს ტელე და რადიო ყუთებში ყოველდღიური გადაცემა ყოველდღიური აბები ვასიკო ოდიშვილისგან და მე ამ გადაცემის სამყარო ვასიკო ოდიშვილი გაახლავთ. იძახდა ეს კაცი, ვანო შეჩერდი, კარგი კაცი ხარ, შენ დემოკრატიო, მაგრამ ვანო არ შეჩერდა? საღამოშვიდობის შინაგან საქმეთა სამინისტროში ფულის გათეთრების ბრალდებით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. საუბარია რამდენიმე მილიონზე, რომელიც დღეს სამართალდამცველებმა ამოიღეს. კურიერის ინფორმაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უცხოური ვალუტა ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ თანხას ბიზნესმენის დაცვის წევრები აცილებდნენ. ცნობილია, რომ საქმესთან დაკავშირებით რამდენიმე პირია დაკითხული, თუმცა ამ ეტაპზე დაკავებული არავინაა. გამოძიება გრძელდება და შესაძლოა სხვა პირებიც დაიკითხონ. მაღალო რაღაც აფორიაქებული მეჩვენები და სასწრაფოს ხომ არ დაუძახოთ. ან იქნებ დალიო ეგ წამლები და თბილა ჩაიწვა, ჰა? ისა მოლენ თეთრხალათიანი დეიდები წამლებს დაგალევინებენ და გაქრება ისა გათეთრებული ფულები. ისე აი ჩემაბებს რომ სვამდე, 100 დღეში არ იქნებოდა. არა, ეხა უბრალოდ კომენტარის გაკეთებაც მიჭირს ეხლა ამ რაღაცეებზე, ხო? თუ ფულს ათეთრებდა ვინმე, აუცილებლად უნდა დავაკავოთ. ეს კანონში წერია და საკადრისის საჟელეც უნდა მიუძღოთ. და არა, უბრალოდ ფულები წავართვათ და მანქანა გავათავისუფლოთ. ხო, ალბათ ეს იმ ფულივით არის. ქართველი ერი რომ ათეთრებს და შემდეგ ნაგვის გადასახადის ფორმით რომ იხდის სახელმწიფო ბიუჯეტში. თან არავის არ გვიჭერენ, ყველანი თავისუფლები ვართ, მაგრამ მაინც ესე იგი გავაშავებთ ჩვენ ამ ოლიგარხს, კი? მაგალითად შენ არ აღშფოთდე? როგორ გავაშავებთ და გოკა ვერბალურად, ვანო ფიზიკურად, მე კიდევ ჩემ გადაცემას დავარქმევ ყოველდღიურ ბიძინებს და პუწინებს, ხო? ისე მაგალითად როგორ გაშინებს კაცო ეს ოლიგარქი? ატალეგა ფულიც აქვს და ავტორიტეტიც, მაგრამ რა იცი ახლა იქნება და გაძლევს ხალხი არჩევნებში ხმას კაც. წელიწად ნახევარი დარჩენილი გაქვს. მოსახლეობის 75% შენ გიჭერს მხარს და ახლა რატომ აჩქარებ ამ დასაცრუს? ნუ გაანიარებ ახლა ამ ხელა რეიტინგს და ბარემ ბოლომდე იგულავი, ხო? თან თუ მოხდა სასწაული და წააგე არჩევნები, იძახის კაცი არ ვარ რევანშისტიო და მშვიდად და წნარად გაგიშვებენ სასწავლებლად ლონდონში. ხო? ბიძინა ჩემს ეგონა, ვანო ამაზე მაინც შეჩერდებოდა, მაგრამ ვანო ამაზეც არ შეჩერდა. ვანო შეუჩერებელია, ვანო non-stop რეჟიმშია, unstoppable ვანო. დავტოვეთ, დავაზუსტებ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, არავით არის შეხება არ ქონიათ პირად იარაღი, რომელიც რჩება ჩვენს განკარგულებაში. ჩვენ ვრჩებით უპირველეს ყოვლისა დაცვის პოლიციის თანამშრომლები და ხელშეკრულების თანახმად მიმაგრებული ვართ სარმარილო საპატიო კონსული ბატონი ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრებად. პერიოდულად იარაღს სტირდება ბალისტიკა. ამ შემთხვევაში ესე ახსნეს, რომ ეს არის პერიოდული ბალისტიკისათვის საჭიროება. დიახ, ძვირფასო ტელემაყურებლებო, ორივე ხელით ვეთანხმები ამ გადაწყვეტილებას. საქართველო არის კონსერვატიული შეხედულებების ქვეყანა და ყველაფერი ამ ქვეყანაში ტრადიციებზე უნდა იყოს დაფუძნებული. ხო და ტრადიციის მიხედვით ეხა სად გინახავთ თქვენ ოპოზიციონერი ლიდერი ორსართულიანი სასახლით, სამაგი მოქალაქეობით და შეიარაღებული დაცვით? ვერ ნახავდით კაცო, რადგან არ არსებობს ასეთი ბუნებაში. სწორედ ამაზე ზრუნავს ხელისუფლება, რომ როგორმე ბიძინა ივანიშვილი ნამდვილ ქართველ ოპოზიციონერს დაამსგავსოს. მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი კრიტერიუმი არსებობს ახლა, რომელსაც ბატონი ბიძინა ვერ აკმაყოფილებს. მაგალითად, სულ მალე შინაგან საქმეთა სამინისტრო მას მოთხოვს მთელი უძრავ-მოძრავი ქონების ჩაბარებას, ტანსაცმლის ჩაბარებას, სანაცვლოდ ერთ გაცრეცილ კოსტიუმს დაუტოვებენ და ცალ-ცალ წინდასაც გადასცემენ. მოგვიანებით აჩუქებენ ოპელ ვექტრას გაზზე და საპარლამენტო უმცირესობაში შეაყოფინებენ თავს. მერე ესპარენგოს კაკო ბობოხიძეს, ხო? აი ეს იქნება ნამდვილი ჩვენებური ოპოზიციონერი და არა ის მილიარდერი, რუსეთში გამდიდრებული, იდუმალებით მოცული ოლიგარქი. რა ვიცი, საიდან აქვს ის ფული ნაშრომი? იქნება ივანიშვილის დავალებით დაგბომბა რუსეთმა. მე არ გამოვრიცხავ ეს სიმართლე იყოს. ბიძინა ჩემის პოლიტიკაში გამოჩენასა და მის განცხადებებს ძალიან დიდი კრიტიკა მოყვა სახელმწიფო გუნდით. ისინი ბიძინა ჩემს კიცხავდნენ იმის გამო, რომ ოლიგარქმა თავის არც ერთ განცხადებაში არაფერი თქვა იმის შესახებ, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია. სწორედ ამასთან დაკავშირებით მინდა მოვახდინო გოკა გაბაშვილის განცხადების ციტირება, რომელიც ინტერპრეს ნიუსზე გავრცელდა.
მე რამე კონსპირაციულ თეორიებზე კი არ ვლაპარაკობ, ვამბობ მხოლოდ იმას, რაც პოლიტიკური თვალსაზრისით ისედაც ზედაპირზედებს. ივანიშვილმა ფული იშოვა რუსეთში, ჩვენდამინტრულად განწყობილ ქვეყანაში. ის აქვეყნებს განცხადებებს, იძლევა ინტერვიუს, მაგრამ არსად ახსენებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებს. მეტიც ის 2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს ხელისუფლებას ადანაშაულებს. როგორი აღშფოთებულია ბატონი გოგა და მართალიც არის კაცო. ოკუპაციის აღიარება არის ერთგვარი დეტექტორი ხელისუფლებისა და ეროვნული მედია საშუალებებისთვის იმის დასადგენად, თუ რა ორიენტაცია გააჩნია ნებისმიერ ქართველ პოლიტიკოს. თუ აღიარებ ოკუპაციას, ჯიგარი და სულში ჩასასმელი კაცი ხარ და ხელისუფლების წარმომადგენლები სათითაოდ გადაიღებენ შენთან სამახსოვრო ფოტოებს არწერით ამ კაცმა აღიარა ოკუპაციაო. თუ არ აღიარებ, ყველაზე ცუდი ადამიანი ხარ, რომელიც არ იმსახურებს არც საქართველოს მოქალაქეობას, არც ფულს და არც იმას, რომ ვინმე ზრუნავდეს შენს უსაფრთხოებას. მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის გაუაზრებელი ქმედებების შემდეგ კიდევ უფრო დიდი გაუაზრებელი ქმედება დახვდა რუსეთის მხრიდან და საშინელი აგრესია გამოამჟღავნა რუსეთმა აგვისტოს მოვლენების დროს და პრაქტიკულად საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია დღეს. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვერ გავექცევით და იძულებული ვიქნებით დავიწყოთ დალაგება რუსეთთან. გოგა, ხედავ რა ქნა მიძინა? გონი ცუდად არის ჩვენი საქმე კაცო. რაღაც სუც მიჯნობს გული, მე მგონი დაგვრა, ჰა? არიქა გოგა კაცო, სასწრაფოდ რაღაცა ზომების მიღება არის საჭირო თორემ. ხომ ხედავთ კაცო, რუსთავი ორი და იმედი მარტო ვეღარ ერევიან ეხლა ოლიგარქს. აი სად არ არის ეხლა ბოკერია, ჰა? არ არის ხო აქ? როგორ აკლია ახლა ჩვენს გუნდს ბოკერია კაცო. ხო მოუყომარებ ეხლა სამ დღეში ბიძინაჩემს. თან ბიძომ სადაც ეხლა რუსული ოკუპაცია აღიარა იმდენს იზარს, რომ ჩერქეზების გენოციდსაც აღიარებს და ხალხსაც დააჯერებს, რომ არ არის რუსეთუმე. სანამ ხელისუფლებაში მოსულა არ იქა, რა მეიღონეთ. ან თუ ვერ იღონეთ, მითხარით მაინც კაცო. ბიძო. ბიძინაჩემმა ქარქაშიდან იშიშლა პასპორტი და ყველა სახალხო დაჩვენა, რომ ეს კაცი ფაიზაღს ბაზრობდა და რომ იგი ისეთივე რიგითი ქართველია, როგორიც მე ვარ. ხალხების პასპორტები გვაქვს ვარიმო და შემთხვევაში და გადამდიხე სურათი გავაკეთე. თორე არ ვაპირებდი ამის სახებას საერთოდ. გადავშალოთ. აჰა ძმაო, ქონია ამ კაც პასპორტი და თანაც ამ პასპორტს 2021 წლამდე გაქვს ვადა. მაგრამ ჩემი მაღალი ხარ ისი მაღალია თავისი მაღალი ქიქებით, რომ არ მოეწერა ხელი ივანიშვილის მოქალაქეობის გაუქმების დოკუმენტზე, ხო? მაგრამ ბიძინაჩემი ამბობს, რომ თუ მე არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებ, ეს არჩევნები ლეგიტიმურად არ ჩაითვლება. ჩემი მაღალი კიდევ ამბობს, არა ბიძო, კიო, მაღალი არაო, კიო, არაო, კიო, არა კიო, ასე რა გამოვა კაცო? მე მაქვს წინადადება. ჩავატაროთ რეფერენდუმი და გადაწყვიტოთ მივანიჭოთ თუ არა ბიძინაჩემს საქართველოს მოქალაქეო. ასე არ გამოვა? არ დანიშნავს მაღალი რეფერენდუმს, ხო? კარგი, მაშინ სხვა უკეთეს წინადადებას შევთავაზებ. საქართველოს ოკუპაცია რომ აღიარო? ეგ უკვე აღიარე და მაინც არ მოგცეს, ხო? მაშინ რესტორანში დამკვრელებით ცემი რუსული სიმღერებისთვის. ხო, და ან თუ ეხა მანაც არ გაჭა, წადი ბიძინაჩემო და გრიბოიდოვი ამოთხარე ნიშნად რუსეთის ესე იგი დამპყრობელი რეჟიმისა. ან თუ მანაც არ გაჭრა, ეხა შენ თვითონ მოიფიქრე რა ავტორი, ხო? ხედავ მე აღარაფერი აღარ შემიძლია, ისედაც ნახევარ მოქალაქე ვარ, აბების წამყვანი. ახლა აბების ეთერში რეკლამიცინის მიღების დრო. რეკლამიცინი ჩვენს ეთერში. მან თავისი გამოჩენით შოკის მომგვრელი იერიში მიიტანა ხელისუფლებაზე. პირველი განცხადებით გააშიშლა ხელისუფლება, მეორე განცხადებით საგონებელში ჩააგდო სამთავრობო ლოჟა, ხოლო ოკუპაციის აღიარებით აპერკოტი ამოსწყო საპარლამენტო უმრავლესობას. ბიძინა ივანიშვილი, ვითომ მართლა მოდის? ნაციონალური მედია იუწყება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაიარაღა განსაკუთრებით საშიშ დამნაშავეთა ჯგუფი. მათ ბრალად ედებათ იარაღის კანონიერად დარება, ნარკოტიკების არ შენახვა, ბიძინა ივანიშვილის პირადი მცველობა და სავარაუდოდ ილიას მკვლელობაც. შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსულ კლავს ვერ ხედავთ, მაგრამ გული გვიგრძნობს. კიდევ ერთი სასიხარულო ინფორმაცია ხალხო. ჩვენი სახალხო დამცველი სადღაც აირჩიეს და რაღაცების კეთება დაავალეს. დიახ, კაცო, რა მნიშვნელობა აქვს ან აირჩიეს? აქ თავარი ის არის, რომ ყველამ კიდევ ერთხელ უნდა გავიხაროთ და სასიხარულო მღელვარებამ მოგვიცვას.
საქართველოს სახალხო დამცველი წამების წინააღმდეგ გაეროს კომიტეტის წევრად დაირჩიეს. ეს პირველი შემთხვევა, როდესაც ქართული გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის სისტემის ერთ-ერთი კომიტეტის წევრი ხდება. გიორგი ტუღუშს ამ პოზიციაზე საკმაოდ ავტორიტეტული მოწინააღმდეგეები ყავდა. კომიტეტში არსებულ 5 ვაკანსიაზე პრეტენზიას 8 ქვეყნის წარმომადგენელი აცხადებდა, თუმცა გიორგი ტუღუშმა ამერიკის, მადაგასკარისა და სენეგალის კანდიდატების ხმების რაოდენობით აჯობა. აჰა, წამების კომიტეტში აურჩევია და სწორედ უხდიათ ახლა. ამ მართლაც პატიოსანი კაცისთვის, ეგრე ჯობია მისთვის. ჩვენი ხელისუფლების ნოვატორულ ბუნებას რომ ვაკვირდები, ხვდები რომ მომავალში მათ მიერ ჩადენილი წამების ფაქტები ნელ-ნელა სულ უფრო და უფრო ძნელად დასაფიქსირებელი იქნება. აბა ახლა თქვენ რა გონიათ რომ ჩვენი ციხეების უფროსები სენეგალელ ციხის უფროსებს კი არ გვანაგეთ, რომ უფილტრო სიგარეტები ჩააწვან პატიმრეს ტანზე და წამების კვალი დატო. არავითარ შემთხვევაში. ესენი ადგებიან და სათუთი მინისტრით ხელით, ესე იგი ფილტრიან დავიდოვებს ჩააწვავენ ჩვენს პატიმრებს. მაგის კვალი კიდე იმდენად არ რჩება ტანზე, ხო? ეს კაციც უსაქმოდ დარჩება ხო და ადგეს და იქ ჩავიდეს ხოლმე, ხო? თორემ აქედან 1-2 დღით თუ არ გავიდა, სულ დაკარგავს კაცო პროფესიულ უნარებს. მოკლედ, აბავი აშკარად სასიხარულოა. მეც ვცდილობ რომ გავიხარო, მაგრამ აღარ შემეძლია კაცო და რა ვქნა. აშკარად იკლებს სასიხარულო ამბების ხარისხს. არა და მაგალი სანამ რიყეზე ყველას ერთად გცემდა, რა მაგარი სასიხარულო ამბები გქონდა კაცო. აქეთ ნატოს კარს გვიხსნიდან, იქით ბუში თბილისში შალახოს წეკვავდა. ახლა კიდე მოდი დაავჯდეთ და იმით გავიხაროთ, რომ ჩვენი სახალხო დამცველი სენეგალის და მადაგასკარის სახალხო დამცველებს ჯობია. მაგრამ არა უშავს ახლა რაც გვაქვს, იმას დავჯერდეთ, თორემ ხვალ ეგეც აღარ გვექნება. ხო, დიახ, ხო. ხვალ კობახაბაზი დასვამს მილანთან ჩეზანას ორიანს და ყველას მაგის გამო მოგვიწევს სასიხარულო მორევში ჩაძირვა. უყურთ უბრალო ორიანს კი არ დადებს. ორიანს თავისი ჰანდიკაპით, თავისი 16 და 0-იანი კუშით. ჩვენი ხელისუფლების რუდუნება და სასოება აღარ არის მხოლოდ საქართველოს ოფიციალურ მოქალაქეებზე ორიენტირებული. დიახ, ჩვენი ხელისუფლება ხვალიდან გასცდება ჩვენი ქვეყნის ფარგლებს და მსოფლიოს ყველა კუთხეში ჩვენს თანამემამულეებს დაიცავს. წარმოშობით ქართველი თურქეთის მოქალაქე 27 წლის მუსაკულიჩი თბილისში სამედიცინო უნივერსიტეტში უკვე 1 წელია სწავლობს. სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიუხედავად მუსა სწავლის ზუსტად იგივე საფასურს გადაიხდის, რასაც მისი ქართველი თანაკურსელები. მთავრობა ახლა კანონპროექტზე მუშაობს, რომლის მიხედვითაც უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეები განათლების სფეროში ზუსტად იმავე პრივილეგიებით ისარგებლებენ, როგორიცაც საქართველოს მოქალაქეები. დიახაც, საქართველოს შენს სადაყავს შვილი დასაკარგა. მართალია არცადაც არ ყავს. თუ არ ჩავფლეთ ახლა მთაწმინდაზე ფეშენებელ ვილაში დასახლებულ 5.5 მილიარდის ქონების მქონე აშკარად ქართული წარმომავლობის ოჯახს, რომელსაც მოქალაქეობასაც ართმევენ და მე ეჭვება რომ თანამემამულედაც აღიარო. თუმცა პრინციპში მართალია ახლა პრინციპი ჩემ მაღალიც კაც. კაცი წმინდა ქართულად არსენო ოძელაშვილივით იქცევა. დიდარს ართმევს, ღარიბს აძლევს. ღმერთი როგორ წაახდენს ახლა. მაგრამ მაღალო, მე მგონი აგერია ახლა ეგ შენ ეგ ლექსი ფულზეა. მოქალაქეობაზე კი არ არის. არა უშავს, ახლა ვიცი რომ შენ ქართულ ლექსებს სპეციფიკურად იმახსოვრებ და პატიობ. ვიცი. ჩვენ უცხოელ თანამემამულეებს ძალიან გაუხარდათ, ესე იგი საქართველოს მოქალაქეებთან უფლებებით გათანაბრება, მაგრამ მე მათ ადგილზე ახლა ჯერ არ გავიხარებთ. ჯერ მოიცადონ, აი ვარშავაში ქართველი ჩინოვნიკი რო დაადგებათ თავზე და ეტყვის, აბა ჩემო პრივილეგირებულო ნაგვის გადასახადი უნდა გადაგახტებინო და მიდიეთი დენის მრიცხველი მანახეო. აი მაშინ გაიხარო. ან მაშინ, როდესაც ღამის პრაღის ქუჩაში მიმავალებს პრივილეგირებულ ბეჭებში პრივილეგირებული ქართული ხელკეტი მოხდება. ხო, აბა როგორ გინდათ, კაც? ჩვენ თუ გვენიჭება ეგ პრივილეგიები, თქვენ არ უნდა მოგენიჭოთ? ეგრე სად არის, ძმაო? მე რა რო კაცო, მაგ რეკლამა მოგატყუოთ. ახლა აბების ეთერში ხუთი სასაცილო ფრაზა გაიჟღერს. იცინიან პოლიტიკოსები. მეხუთე ადგილი. მეხუთე ადგილი მოიპოვა ჩვენმა პრემიერ-მინისტრმა. ნიკამ კანადელები გააოცა და უთხრა თქვენ ჩვენთან ინვესტიციები გაქვთ ჩადებულიო. კიდევ კარგი ეს კაცი არსებობს, თორე რას გაიგებენ ახლა ეს კანადელები სადრა აქვს ჩადებული. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დადებითად შეაფასა თავის კანადელ კოლეგასთან სტეფან ჰარპერთან გამართული შეხვედრა და ორი ქვეყნის ამმავლო გეგმების შესახებ ისაუბრა. ნიკა გელაურის თქმით, არსებობს ბევრი სფერო, სადაც კანადური ინვესტიციების განხორციელებაა შესაძლებელი. მეოთხე ადგილი. მეოთხე ადგილზე გავიდა თანამემამულის სტატუსს დახარბებული მუსა კულიჩი. მუსა გახარებულია, რომ ქართულ განათლებაში, ესე იგი, ქართულ ფასს გადაიხდის და სხვა პრივილეგიებსაც სულ მოუთქნელად ელის. მუსა, რაც აქედან პრივილეგიები გერგება, არავის არ გაუღო.
ეს კანონპროექტი, რომელიც მუშავდება, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გვინდა რომ განათლება მივიღოთ საქართველოში და იმედი გვაქვს, რომ კანონპროექტის მიღების შემდეგ პრივილეგიებით ვისარგებლებთ. მესამე ადგილი. მესამე ადგილს იკავებს ჩვენი ციხეებში კომფორტული მისაღების მაშენებელი სათუთი მინისტრი. სათუთი ფიქრობს, პატიმრის დედას თუ კომფორტულ გარემოში მივიღებთ, არაკომფორტული საკნიდან გამომავალი თავისი შვილის განწილული კივილი ოდნავაც არ შეაცვუნებს. ნამიერი და მჯავრდებულის ოჯახის წევრი იქნება ეს თუ უფლებების დამცველი თუ ნებისმიერი ადამიანი მიიღებს სწრაფ სერვისს, მაღალხარისხიან სერვისს, მრავალნაირ სერვისს ძალიან კომფორტულ გარემოში. მეორე ადგილი. მეორე ადგილს იკავებს გაფოცხოვებულ დევნილებთან ფრინველების ჩამტანი ჩინოვნიკი. ჩინოვნიკი ამბობს, ფრინველი მომთხოვეს და მეც ფრინველი ჩამოვიტანეო და მართალიც არის კაცო. მეც რომ მკითხო ახლა ქათამი გირჩევნია თუ ქათამიო, მეც ქათამს ავირჩევ. ეს ოჯახები თვითონ ირჩევენ, ესე იგი რა სახის დახმარება მიიღონ. და ეს რა თქმა უნდა გრძელდება ასეთი სახის დახმარებები და ეს ანალოგიური პროექტები განხორციელდება სხვადასხვა დასახლებებში. პირველი ადგილი. და პირველ ადგილს იკავებს გოკა გაბაშვილი, რომელმაც მკაცრად განაცხადა, რომ ვინმეს მიერ პოლიტიკის და მედიის ყიდვას არ მიესალმება. დავიცი ხან აქამდე სხვანაირი გოკა მახსოვს. აქამდე გოკა ზუსტად ეგეთ რაღაცებს მიესალმებოდა და ახლა რა დაემართა ნეტავი. ჩვენ ყოველთვის მივესალმებოდით ქველმოქმედებას, მაგრამ არ მივესალმებით მცდელობას ვიღაცამ ფეოდალურ ოლიგარქიული სისტემა მოაწყოს საქართველოში, შეისყიდოს პოლიტიკური პროცესი, მოისყიდოს მედია, მოისყიდოს პოლიტიკური პარტიები. ეს გახლავთ გადაცემა ყოველდღიური აბები ვასიკოვიჩვილისგან. ნუ მიიღებთ სხვა აბებს.